გამარჯობა, მოგესალმებით ისევ ჩემს არხზე სისტემ დიზაინის სეზონის მესამე ეპიზოდით, რომელიც არის ალბათ ყველაზე კლასიკური მაგალითი, რაც განიხილება ხოლმე სისტემ დიზაინის ხსენობისას, e-commerce სისტემა, ანუ იგივე ონლაინ მაღაზია და არა მარტო, იმიტომ რომ ნებისმიერი პლატფორმა, რომელიც გაძლევს საშუალებას აერჩიო პროდუქტები ან სერვისები, ჩაყარო ის კალათში და შემდეგ შეიძინო, სინამდვილეში არის e-commerce სისტემა. რაც დამეთანხმებით, რომ სოფლიოში არსებული პოპულარული საიტების დიდ უმრავლესობას წარმოადგენს. დღეს ჩვენ დავფარავთ ამ ამოცანას Junior Scope-ის ფარგლებში და მომდევნო ეპიზოდებში უკვე გავაღრმავებთ Middle და Senior Scope-ისთვის. ხო და რომ არ გამოგჩეს ეს მომდევნო ეპიზოდები, გამოიწერე ჩემი არხი და ასევე გამომყევი Instagram-ზე. ახლა კი მოდი დავიწყოთ. როგორც აღვნიშნეთ, დღეს ვსაუბრობთ e-commerce სისტემაზე. განვიხილოთ, რას დავფარავთ. პირველი, ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ მოთხოვნების ჩამოყალიბება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ინჟინერმა სწორედ მოთხოვნების გამორკვევით უნდა დაიწყოს თავის საქმე, სანამ უშუალოდ კოდის წერაზე გადავა. შემდეგი დავფარავთ ზოგად არქიტექტურას, ანუ კლიენტი, სერვისები და მონაცემთა ბაზა. გავივლით ამ ჩვენი კონკრეტული მაგალითის ყველაზე საკვანძო ნაწილზე, რომელიც არის კალათის დიზაინის ანალიზი. სად ინახება კალათა და სამი შემოთავაზებული მიდგომის შედარება გვექნება. შემდეგი არის უკვე მონაცემთა მოდელი, ანუ რა ცხრილები გვჭირდება მონაცემთა ბაზაში, იმისთვის რომ ეს ფუნქციონალი ავაწყოთ. და შემდეგი არის შეკვეთების გაფორმების, ანუ ეგრეთ წოდებული checkout-ის პროცესის აღწერა და ამ დროს გასათვალისწინებელი ფაქტორების ანალიზი. ფუნქციონალური მოთხოვნები. ეს არის დათქმის ამბავი, თუ რეალურ სამსახურზე არის ლაპარაკი. პროდუქტ მენეჯერმა ან stakeholder-მა უნდა აუხსნას engineering გუნდს, რა მოეთხოვება აპლიკაციას, რომელსაც მათგან მოელიან. და ამ შემთხვევაში თუ გასაუბრებაზე არის საუბარი, გამსაუბრებელთან უნდა დავაზუსტოთ ეს მოთხოვნები. მე დავფარავ პროდუქტების კატალოგს, ანუ პროდუქტების კატალოგის ნახვა რომ იყოს შესაძლებელი, შემდეგ კალათის არქიტექტურა მთლიანი, ანუ ნივთების დამატება, წაშლა, რაოდენობის შეცვლა, რას უნდა უძლებთ ეს კალათი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ბევრი აპლიკაცია გვხვდება, მე ყოველ შემთხვევაში მხვდება, რომელშიც კალათი ძალიან მალე უბრალოდ ქრება და ძალიან იმედგაცრუებული რჩები როგორც მომხმარებელი, იმიტომ რომ თავიდან მიწევს იმ პროდუქტების პოვნა, რის პოვნაშიც ბევრი დრო დავხარჯე. შემდეგ ყიდვის გაფორმება და ამ ყიდვის გაფორმებისას რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ისეთი შეცდომები, როგორიც არის მაგალითად მარაგების არევა, ან თანხის არასწორი ჩამოჭრა და ასე შემდეგ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თუ გასაუბრებაზე ხართ და გამსაუბრებელი აღწერს რაღაც ისეთ დიზაინს, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, გასაუბრება არის ცოცხალი პროცესი. ძალიან ნორმალური ფაქტია, თუ თქვენ ეტყვით, რომ იცით რა, აი მაგას ეგრე ვერ გავაკეთებ, მაგრამ შემიძლია სანაცვლოდ გავაკეთო ეს და ეს. და არ ჩათვალოთ, რომ ეს რამენაირად თქვენ დაგაკრინებთ პირიქით იმის აღიარება, რომ რაღაც გაკეთება არ შეგიძლიათ და მის მაგივრად რაღაც ალტერნატიულის მოფიქრება და შეთავაზება, ასევე შეიძლება რომ დიდ პლუსად ჩაგეთვალოთ. შემდეგი არის არაფუნქციური, ანუ ტექნიკური მოთხოვნები. ანუ ეს არის ხარისხობრივი მახასიათებელი, რომელიც სისტემას სჭირდება იმისთვის, რომ ჩაითვალოს გამართულად. პირველი დაბალი დაყოვნება, ანუ პროდუქტის გვერდი, ისევე როგორც თვითონ კატალოგი, უნდა ჩაიტვირთოს ძალიან სწრაფად და ეს უნდა განისაზღვროს რაღაც მიზანი, რომელზე ნაკლებ დროშიც უნდა მოხდეს ხოლმე ჩატვირთვა. შემდეგი არის ხელმისაწვდომობა, ანუ სისტემა უნდა გაუძლოს ტრაფიკის მკვეთრ ზრდას, მაგალითად Black Friday-ის ან საახალწლო დღეებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მონაცემების თანმიმდევრულობა, ანუ ის რომ მარაგი უნდა ასახავდეს ზუსტ რიცხვებს და არ შეიძლება რომ ისეთი ნივთი გაიყიდოს, რომელიც უკვე დამთავრებულია. მაგრამ სამწუხაროდ ბევრ აპლიკაციაში ვაწყდები ამ პრობლემასაც, რომ შევუკვეთავ ნივთს, მგონია მიხარია რომ წარმატებით დასრულდა შეკვეთა და ვიღებ ზარს ან email-ს და მატყობინებენ რომ სამწუხაროდ მარაგში არ არის ეს ნივთი და შეკვეთას მიუქმებენ და თანხას მიბრუნებენ. რაც ასევე ძალიან იმედგამოწრუებელი გამოცდილებაა მომხმარებლისთვის. თუ მომხმარებელი მეორე დღეს ან თუნდაც ერთი თვის მერე ბრუნდება, ის კალათი რაც დატოვა, უნდა დახვდეს. თუმცა ეს არის დათქმის ამბავი, არის საიტები, რომელსაც არ არის პრიორიტეტული მუდმივად მყოფი კალათი და უნდათ ისეთი კალათების ქონა, რომელსაც ვადა ეწურება. ამის ახსნას შემდეგ სლაიდებზე შევეცდები, თუ რატომ შეიძლება მიიღოს ბიზნესმა შეგნებულად ასეთი გადაწყვეტილება. შევხედოთ ზოგად არქიტექტურას.
რასაც ალბათ ერთის შეხედვით ატყობთ განსხვავებას არის, რომ თუ წინა ეპიზოდებში ერთი სერვისი იყო პასუხისმგებელი ყველა ოპერაციაზე, აქ სერვისები დაყოფილი გვაქვს ინდივიდუალურ დამოუკიდებელ ერთეულებად და ისინი არიან პასუხისმგებელი იმ კონკრეტული დომეინის ფუნქციონალზე. გარდა სემანტიკური დაყოფისა, ეს არის ბუნებრივი დაყოფაც, როდესაც იღებთ არქიტექტურულ გადაწყვეტილებას, რომ გამოყოთ რაღაც სერვისები ცალ-ცალკე, იმაზეც იფიქრეთ, რამდენად განსხვავებული ხასიათის არის, ასე ვთქვათ, ესა თუ ის სერვისი. ამაში გულისხმობ იმას, რომ მაგალითად, პროდუქტების სერვისი ძალიან ხშირად ახორციელებს წაკითხვის ოპერაციას ბაზიდან. იმიტომ რომ, ლოგიკურიც არის, რომ აპლიკაციაში ან ბრაუზერში მომხმარებელი ყოველთვის ათვალიერებს პროდუქტებს, ან გადადის ახალ გვერდზე, ან შედის უშუალოდ პროდუქტის მახასიათებელში, ანუ ეს ყველა არის წაკითხვის ოპერაცია. მეორე კალათის სერვისი კი ზუსტად საპირისპირო ზნე ახასიათებს, ის ძალიან ხშირად იყენებს და ჩაწერის ოპერაციას ბაზაში, რადგან ყველა ქმედება მომხმარებლის კალათში რაღაცის დამატება, რაოდენობის გაზრდა, კალათიდან წაშლა არის ბაზაში ამ ობიექტის განახლება, ანუ ჩაწერის ოპერაცია. და შეკვეთის სერვისის შემთხვევაში ყველაზე მაღალი პრიორიტეტი ენიჭება ამ სერვისის სანდოობას, რადგან ის პასუხისმგებელია ფულზე და ფინანსურ ტრანზაქციებზე. მიდგომას, სადაც ერთი სერვისი პასუხისმგებელია მთლიან ფუნქციონალზე, ეწოდება მონოლითი და აი ესეთ პატერნს, სადაც თითო სერვისს თავისი დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა აქვს, ქვია მიკროსერვისები. მიკროსერვისების სხვადასხვა ასპექტებს და მასთან დაკავშირებულ საინტერესო ცნებებს უფრო სიღრმისეულად დაუფარავთ middle და senior scope-ებში. ახლა კიდევ უბრუნდეთ ჩვენს ზოგად არქიტექტურას, ანუ ისევ გვაქვს კლიენტი, რომელიც არის ან მობილური, ან ვები, ის მიმართავს API gateways და API gateway აკეთებს მარშრუტირებას და მისამართებას იმ რეკვესტების, ანუ მოთხოვნების, რაც კლიენტიდან შემოსდეს და როგორც უკვე ავხსერეთ, ამ შემთხვევაში მას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, რომ შესაბამისი მოთხოვნების სწორ სერვისებში გადაამისამართოს. სერვისები შემდეგ უკავშირდება მონაცემთა ბაზას და ეს ციკლი ქმნის ზოგად არქიტექტურას. ამ სისტემისთვის მთავარი არქიტექტურული შეკითხვა, რაც უნდა გადაიჭრას, არის სად უნდა განვათავსოთ კალათა, ისე რომ გაუძლოს მან გვერდის გადატვირთვებს, მომხმარებლის ანგარიშთან გასვლას ან პირიქით, არაავტორიზებული მომხმარებლის მიერ კალათის ჯერ შეგროვებას და შემდეგ ანგარიშში შესვლას. ამ კითხვებზე პასუხი განსაზღვრავს ჩვენი კალათის არქიტექტურას. ანუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის e-commerce სისტემისთვის. მოდი გამოვყვათ კალათის შენახვის 3 მიდგომა. ყველაზე მარტივიდან ყველაზე მოქნილამდე. პირველი არის კლიენტის მხარეზე შენახული local storage, ანუ ადგილობრივ საცავში შენახული კალათა. ამიტომაც არის ძალიან არასტაბილური და მოკლევადიანი და შეიძლება რომ არელი ისეთ მომენტში გაქრეს. მეორე მიდგომა არის კალათის ბაზაში შენახვა, ანუ კალათი ინახება ჩვეულებრივად ცხრილი სახით მონაცემთა ბაზაში. ამით გვაქვს მუდმივობის გარანტიაც და მაგალითად ის უპირატესობაც, რომ თუ ვებსაიტიდან ამატებ ნივთებს კალათში, შემდეგ ის მობილურ აპლიკაციაშიც ჩანს ჩვეულებრივად. და შემდეგი მესამე მიდგომა არის მეხსიერების სტორში, Redis სტორში შენახვა. Redis სტორი იმპლემენტაციის დონეზე საერთოდაც არ არის junior scope-ის შესაფერისი და ამის ცოდნა ნამდვილად არ არის სავალდებულო, მაგრამ მაინც მინდა რომ ვახსენო და ავხსნა რა თავისებურებები აქვს და რა დროს არის მისი გამოყენება ძალიან უპრიანი. ძალიან ზოგადად მთავარი განსხვავება ბაზასთან არის, რომ ის ცხოვრობს მეხსიერებაში და ბაზა ცხოვრობს დისკზე. ეს აძლევს Redis იმის საშუალებას, რომ იყოს ძალიან სწრაფი. აქ ლაპარაკია 1 მილიწამზე ნაკლებ დროის სისწრაფეზე. მას ასევე აქვს ჩააშენებული ავტომატური წაშლის მექანიზმი, რომ მარტივი ერთი ხაზით შენ გაუწერო რამდენ ხანში ერთხელ გაასუფთავოს მეხსიერება. როგორც თქვი, ეს არის ძალიან სწრაფი ალტერნატივა, მაგრამ ინფრასტრუქტურულად ამის აგება და შემდეგ მხარდაჭერა არ არის მარტივი ამოცანა, ამიტომ ამას სიღრმისეულად ავხსნით middle და senior scope-ებში. ამ კონკრეტული მაგალითისთვის დღეს კი ვირჩევთ შერეულ მიდგომას, ანუ გვექნება კლიენტის მხარეზე local storage-იც და შევინახავთ ბაზაშიც. ახლა მოდი სათითაოდ ჩავიხედოთ თითო მიდგომა როგორ განხორციელდება. Local storage, როგორც უკვე ვთქვი, მთლიანად ცხოვრობს მომხმარებლის ბრაუზერში და როცა მომხმარებელი ამატებს ნივთს კალათში, JavaScript-ი ინახავს local storage-ში JSON ფორმატით. აგერ ნაჩვენებია სინტაქსურად ეს როგორ გამოიყურება და დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ინტუიტიურია.
ამის უპირატესობები ის არის, რომ სერვერს აქვს ნულოვანი დატვირთვა და კალათზე манипуляციების ჩატარებისას ბაზაში მოთხოვნები არ იგზავნება. მუშაობს ანონიმური, ანუ სტუმრის რეჟიმისთვის, ასეთი მომხმარებლებისთვის და ჩემი აზრით ეს არის მისი მთავარი უპირატესობა, რომ ისეთ მომხმარებლებს, რომელსაც ავტორიზაცია არ აქვთ გავლილი, მაინც შეუძლიათ, რომ კალათში დაამატონ ნივთები. ამის ნაკლოვანებები ის არის, რომ იკარგება ესეთი კალათა ბრაუზერის მონაცემების გასუფთავებისას, არ სინქრონიზდება მოწყობილობებს შორის და არ ხდება სერვერის მხრიდან გადამოწმება, მაგალითად მარაგების და ასე შემდეგ. მეორე მიდგომა ბაზაში შენახვის არის ძალიან სწორხაზოვანი. კალათი ინახება ცხრილის სახით ბაზაში და როცა მომხმარებელი ამატებს ნივთს, ანუ API-ს როცა მიმართავს ამ მოთხოვნით, API გადაამისამართებს შესაფერის სერვისზე და ეს სერვისი საბოლოო ჯამში გააკეთებს ბაზაში ჩაწერის ოპერაციას. ამის უპირატესობები ის არის, რომ სამუდამოდ ინახება და ყველაფერს გადაურჩება, სინქრონიზდება ასევე ყველა მოწყობილობაზე და შესაძლებელია სერვერის მხრიდან შემოწმებაც. ასევე ამის საინტერესო უპირატესობა ის არის, რომ მაგალითად ანალიტიკოსთა ჯგუფს შეუძლია ამ კალათის მონაცემების გაანალიზებით რაღაც საინტერესო ტრენდები შეამჩნიოს და შემდეგ ეს გამოიყენოს მაგალითად გაყიდვების გასაზრდელად ან ასე შემდეგ. ამის ნაკლოვანებებიც საკმაოდ სწორხაზოვანია. კალათზე ნებისმიერი манипуляცია იწვევს ბაზაში ოპერაციას. უფრო ნელია, ვიდრე მეხსიერებაში შენახვის ალტერნატივები. მიტოვებული კალათები გროვდება და საჭირო ამით გასუფთავება, მაგრამ Redis-ისგან განსხვავებით ამას არ აქვს ავტომატური გასუფთავების მექანიზმები, ამიტომ საჭიროა რომ cron დავალება დაიწეროს და იმისთვის რომ მომხმარებელს მისცე ბაზაში ჩაწერილი კალათის ქონის უფლება, აუცილებლად უნდა ქონდეს გავლილი ავტორიზაცია. ანუ სტუმრისთვის ესეთი კალათა არ არის ხელმისაწვდომი. როგორც ხვდებით, პირველი და მეორე მიდგომა ერთმანეთს აუსებს, ანუ პირველ მიდგომას რაც არ აქვს, მეორე იმას ძალიან კარგად აკეთებს და პირიქით. ზუსტად ამიტომ ვიყენებთ ჩვენ შერეულ მიდგომას ჩვენს დღევანდელ მაგალითში. და მესამე მიდგომა Redis-ი მაინც ვახსენოთ, ანუ კალათი შენახულია Redis-ის hash-ში, რომელსაც აქვს TTL ნიშნავს time to live ვადის გასვლის მექანიზმით. აქვე არის ასევე ნაჩვენები, თუ როგორ მარტივად შეგიძლია Redis გაუწერო, რამდენ ხანში გააკეთოს გადაგაცილებული კალათების გასუფთავება. ამის უპირატესობები, რა თქმა უნდა, არის სისწრაფე პირველი. შემდეგ ზუსტად ეს time to live მექანიზმი, რომელიც ჩაშენებული აქვს და ის, რომ კალათზე манипуляციებისას ბაზაზე დატვირთვა არ ხდება. ნაკლოვანებები კი ის არის, რომ კალათის მონაცემები შეიძლება დაიკარგოს Redis-ის წყობლიდან გამოსვლის შემთხვევაში და Redis-ი ბევრად უფრო მგრძნობიარეა ვიდრე მონაცემთა ბაზა და ბევრად უფრო მეტი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს მისი ინფრასტრუქტურულად სწორად აგება. ცხოვრებისეული მაგალითი რომ მოვიყვანოთ მონაცემთა ბაზას, თუ შევადარებთ რვეულს, სადაც რაღაც ინფორმაციები გვიწერია და ეს რვეული გვიდევს უჯრაში, Redis-ი ამ შემთხვევაში იქნება მისაწეველი ბარათები რო არის, რომელიც პირდაპირ კომპიუტერის ეკრანს შეგიძლია მიაკრა და მაგალითად პირადი ნომერი დაწერო მან და რომელიც ძალიან ხშირად გჭირდება, ძალიან სწრაფად ნახავ ხოლმე იმის მაგივრად, რომ ყოველ ჯერზე როცა დაგჭირდება, უჯრა გამოაღვას, შემდეგ რვეული აიღო და იქიდან ამოიკითხო. მაგრამ ამის მინუსი ის არის, რომ ეს sticky note-ი შეიძლება ჩამოვარდეს, ვინმე მაიღოს, დაზიანდეს და ასე შემდეგ. ზუსტად ასეა. Redis-ი სწრაფია, მაგრამ არც ისე საიმედო და მონაცემთა ბაზა საიმედოა, მაგრამ არც ისე სწრაფი. ისეთ დიდ და ძლაურ სისტემებს, რომლისთვისაც კალათის გამართული მუშაობა ნომერ პირველი ბიზნეს ფუნქციონალია, ხშირად იყენებენ შერეულ მიდგომას Redis-ი მომენტალური მოქმედებებისთვის და მონაცემთა ბაზა როგორც ასე ვთქვათ backup-ია, დაზღვევა. და რა თქმა უნდა, აქვთ ასევე local storage, რომელიც არაავტორიზებულ მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, რომ კონდეს კალათა. ასევე საინტერესოა ცალკე შევეხოთ კალათის ვადის გასვლა და გასუფთავება როგორ ხდება. ანუ რა ბედი ეწევა იმ კალათებს, რომლებიც არ მიდის შეკვეთის გაფორმების ეტაპამდე. ეს რეალური პრობლემაა ბიზნესებისთვის და თუ სწორი ინჟინერული გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ამან შეიძლება ძალიან დიდი რესურსების გაფლანგვა გამოიწვიოს და შეანელოს სისტემებიც. იმიტომ რომ მონაცემთა ანალიზი გვაჩვენებს, რომ 70% კალათების რჩება მიტოვებული და გასუფთავების გარეშე იმ ცხრილების ზომა, რომელიც ამ კალათებს ინახავს, უსასრულოდ გაიზრდება. და ძველი კალათები შეიძლება იკავებდეს მარაგების რაოდენობებს და ნამდვილ მყიდველებს მაგალითად ბლოკაუდეს, იმიტომ რომ უჩვენებდეს, რომ მარაგში არ არის.
ბაზის მიდგომაში ამის მოგვარებისთვის, როგორც აღნიშნა, საჭიროა კრონდავალება, რომელიც შლის ვადაგადაცილებულ კალათებს, სადაც update-ed დრო ნაკლებია ახლანდელ დროს გამოკლებული 7 დღე. ან სადაც თუ არსებობს expire-z სვეტი იმ ცხრილში, პირდაპირ ამ სვეტის მნიშვნელობას ადარებს მიმდინარე დროს. Redis-ის მიდგომა უკვე აღნიშნეთ, time to live იყენებს და ძალიან მარტივად აგვარებს ამ პრობლემას. და არსებობს კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი, რასაც ხშირად ინჟინერებს თხოვენ ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე, რომ იმპლემენტაცია გაუკეთონ. ეს არის ვადაგადაცილებული კალათის წაშლამდე, რომ შეატყობინოს მომხმარებელს რომელიმე არხით. ჩვენ უკვე ნოტიფიკაციების სისტემა როცა ავაწყოთ, იქ განვიხილეთ, რა შეტყობინებების არხები არსებობს. თუ არ გიყურები ეს ეპიზოდი, გირჩევ ნახო. ხო და ამ რომელიმე არხით უგზავნის შეტყობინებას, რომ შენი ნივთები ჯერ კიდევ კალათშია. ეს არის e-commerce-ის ზრდის გავრცელებული ტაქტიკა და ისევ მონაცემები აჩვენებენ, რომ 5-15% ამ მესიჯის მიღების შემდეგ ბრუნდება და აღადგენს კალათებს და წარმატებით ასრულებს შეკვეთებს. ჩვენი e-commerce სისტემისთვის, როგორც ხედავთ, ამჯერადაც რელაციული მოდელი ავირჩიეთ. მე აუცილებლად ვეცდები, რომ ავარჩიო ერთი მაინც მაგალითი junior scope-ისთვის, რომელიც არარელაციულ ბაზას გამოიყენებს. მაგრამ ნუ ხო ამ შემთხვევაშიც რელაციულ ბაზას გთავაზობთ, რომელშიც არის აი ეს ცხრილები, იუზერები, ანუ მომხმარებლები, cart items, ანუ კალათის შემადგენლობა, products, ანუ პროდუქტები, orders, ანუ შეკვეთები და order items, ანუ ცალკეული შეკვეთა. აქ მინდა ყურადღება გაამახვილოთ order items ცხრილში, რომელსაც აქვს ასევე price. ეს დუბლიკატი არ გეგონოთ, იმიტომ რომ product-საც აქვს price, როგორც ხედავთ, ეს არის price at a time და არის ფაქტობრივად snapshot-ი, რომლის შესატყვისიც ქართულად ვერ ვიპოვე და თქვენ თუ იცით ძალიან გთხოვთ გამიზიარეთ, მაგრამ ხომ მომიწია snapshot-ის გამოყენება და ეს არის იმ კონკრეტულ მომენტში, როცა შეკვეთა გაფორმდა, რა იყო ეს ფასი, იმიტომ რომ პროდუქტის ფასი, როგორც იცით, შეიძლება შეიცვალოს და ამან არ უნდა იქონდეს გავლენა შეკვეთის მონაცემებზე. ასევე ეს ველი მნიშვნელოვანია და მონაწილეობს უშუალოდ invoice-ში. ახლა კი მოდი განვიხილოთ, რა იცვლება წარმატებული შეკვეთის ნაბიჯებად. ანუ კალათის აწყობიდან შესყიდვის დასრულებამდე. პირველი არის კალათის შემოწმება. ანუ უნდა შეამოწმო, რომ ყველა ნივთი კვლავ არსებობს, მარაგშია და ფასი არ შეცვლილა. ამაზე დაყრდნობით უკვე გადასახდელი ჯამის გამოანგარიშება. ანუ უნდა გამოანგარიშდეს თითოეული ნივთის ფასის და რაოდენობების გათვალისწინებით სწორი ჯამი. მარაგიდან უნდა მოხდეს შემდეგ უკვე გამოკლება, ანუ ფიზიკურად ბაზაში უნდა მოხდეს იმის განახლება, თუ რამდენი რაოდენობა დარჩა მარაგში. და შემდეგ შეკვეთის გაფორმება. შეკვეთის გაფორმების შემდეგაც უკვე ბაზა უნდა განახლდეს, შეკვეთების ცხრილში უნდა ჩაიწეროს ეს შეკვეთა და ასევე უნდა მოხდეს იმ ფასის სწორად ასახვა order items ცხრილში. და ბოლო არის უკვე კალათის გასუფთავება. წარმატებული და ასე ვთქვათ happy path-ის შემდეგ აუცილებელია აღვნიშნოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ანუ რა ხდება თუ ყველაფერი საუკეთესო და ტრივიალური სცენარით არ ვითარდება. პირველი ასეთი შემთხვევა შეიძლება იყოს, რომ შეკვეთის გაფორმების მომენტში ნივთი აღარ დაგხვდეს ხელმისაწვდომი, ანუ წინა სლაიდზე ნაჩვენები ნაბიჯი მესამე, რომელიც მარაგიდან გამოკლება იყო, ვერ ხერხდება რეალურად. ამ შემთხვევაში მომხმარებელს უნდა დაუბრუნდეს შეცდომა, უნდა იყოს ინფორმირებული ამის შესახებ და უნდა წაიშალოს ეს ნივთი მისი კალათიდან. შემდეგი ასეთი შეიძლება იყოს, რომ კალათში ყოფნისას ნივთის ფასი შეიძლება შეიცვალოს, ანუ ვალიდაციის ეტაპზე შედარდა მიმდინარე ფასს და ეს ორი ფასი უკვე აღარ ემთხვევა ერთმანეთს. ამ შემთხვევაში უნდა აჩვენო მომხმარებელს განახლებული ფასი და უნდა მოთხოვო დასტური ამ ფასის განახლებაზე. მანამ სანამ გააგრძელებს შესყიდვას. მესამე ასეთი არის მიტოვებული კალათი, რომელიც იკავებს მარაგს. ეს არის არასწორი ინჟინერული ან გადაწყვეტილება, ან სწორი გადაწყვეტილების ცოტა არასწორი იმპლემენტაცია. ანუ წესით ესე არ უნდა მოხდეს. ეს ხდება მაშინ, თუ შენ მარაგიდან დარეზერვებას აკეთებ კალათში დამატების მომენტში. და ამ შემთხვევაში მარაგები არარეალურ მონაცემებს ასახავს. ამის გადაწყვეტა არის, რომ მარაგებს დააკლდეს მხოლოდ შეკვეთის გაფორმებისას. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არის ბიზნესები, რომელსაც შეგნებულად უნდა კონდეს ეს რაღაც მცირევადიანი კალათი. არ ვიცი შეგხვედრიათ თუ არა, რომ ხანდახან ნივთს ამატებთ კალათში და მოგდით შეტყობინება, რომ შესყიდვა უნდა დაასრულოთ მაქსიმუმ 9 საათში ან 1 საათში. თუ ასე არიზამთ, მაშინ ამ ნივთს თქვენ კალათაში ვადა გაუვა და ავტომატურად წაიშლება თქვენი კალათიდან.
ასეთი კონკრეტული დიზაინის მქონე კალათებისთვის ასეთი შესრულება მისაღები და მოსალოდნელიც არის. მაგრამ ჩვეულებრივი კლასიკური კალათების შემთხვევაში მარაგს უნდა დააკლდეს მხოლოდ შეკვეთის გაფორმებისას და არა კალათში დამატებისას. და შემდეგი არის კალათის გაერთიანება ანგარიში შესვლის შემდეგ. ანუ თუ შესული ხართ საიტზე ან აპლიკაციაში ავტორიზაციის გარეშე, ამატებთ რაღაც ნიუთებს კალათში, შემდეგ შუა პროცესში შედიხართ თქვენს ანგარიშში, რომელშიც ასევე კალათი არ არის ცარიელი და გქონდათ უკვე დამატებული ნიუთები. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს შეერთება თქვენი როგორც სტუმრის კალათის და ასევე თქვენი ძირითადი კალათის. აქ უნდა იყოს გაწერილი სწორი ლოგიკა, რომ მაგალითად თუ ერთი და იგივე ნივთი იყო აქაც და იქაც, შეიძლება ლოგიკაში გაწერილი იყოს, რომ ამათი რაოდენობები შეჯამდეს, შეიძლება პირიქით არ იყოს ეგ ლოგიკა გაწერილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ლოგიკა სწორედ ჩამოყალიბდეს და აუცილებლად გავლილი იყოს ნაბიჯ-ნაბიჯ ბიზნესთან. იმისთვის, რომ დარწმუნდა, ზუსტად ასახავთ და ჩააბარებთ ისეთ პროდუქტს, რაც მათ სურს. ძირითადი შემადგენელი ნაწილები დღევანდელი სისტემ დიზაინის ასაწყობად ჩვენ უკვე დავფარეთ, მაგრამ ყოველთვის კარგია გადავხედოთ სრულ სურათს და კიდევ ერთხელ შევაჯამოთ. ჩვენი დღევანდელი სისტემ დიზაინის დიაგრამა ასე გამოიყურება. გვაქვს კლიენტი, რომელზეც ასევე ცხოვრობს local storage, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ. კლიენტი ელაპარაკება API gateways, რომელსაც თავისთავად აღებული აქვს აუთენტიფიკაციის, routingის და rate limiting-ის პასუხისმგებლობა. კლიენტი უგზავნის API gateways მოთხოვნებს და API gateway იღებს გადაწყვეტილებას ეს მოთხოვნა რომელ სერვისს გადაუმისამართოს. გვაქვს ამი სერვისი პროდუქტების, ქართის და ორდერის. აქ შეგნებულად ინგლისური სახელები მაქვს გამოყენებული, რომ ეგრეც დაგანახოთ, რას რა ქვია, იმიტომ რომ სამწუხაროდ 99% ინგლისურად შეგხვდებათ ეს დასახელებები და თქვენს გასაუბრებაზე ინგლისურად მოგიწევთ ამ ტერმინების მოხსენება. შემდეგ ეს სერვისები უკვე ელაპარაკებიან მონაცემთა ბაზას. აქ წყვეტილი ხაზით მაქვს Redis-ი გამოყოფილი, იმიტომ რომ არ არის სავალდებულო ჩვენთვის და უბრალოდ ნაჩვენები მაქვს როგორ მოხდებოდა და რომელი კომპონენტიდან მასთან დაკავშირება. და საინტერესო მეშვიდე კომპონენტი, რომელიც ამ სლაიდზე გვხვდება პირველად, არის შეკვეთის დასტურის და პლუს invoice-ის გაგზავნა რომელიმე ნოტიფიკაციის არხით, რომელიც ჩვენ უკვე კარგად ვიცით. და თუ გსურთ მაგალითად გაფართოებული დიზაინის აგება, სადაც ნოტიფიკაციების სისტემაც ცალკე იქნება გამოყოფილი, ძალიან კარგი სავარჯიშო იქნება თქვენთვის და შეგიძლიათ გააკეთოთ. მე აქ შეგნებულად ეს გავაერთიანე order service-თან. მიწერილი მაქვს იქ ნოტიფიკაციებიც, რადგან არ მინდოდა ეს კონკრეტული დიზაინი გადამეფარა ან გამემეორებინა წინა ეპიზოდში ახსნილი დიზაინი. სულ ეს იყო, მე მგონი საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა. მადლობა რომ დარჩი ბოლომდე. შემდეგი იქნება ლოკაციის გაზიარების სისტემა ასევე junior scope-ისთვის. გამოიწერე არხი და გამომყევი Instagram-ზე, რომ არ გამოგჩეს შემდეგი ეპიზოდებიც. დიდი მადლობა წარმატებები.